ასტრონომები უკვე დიდი ხანია რაც კოსმოსის სიღრმეებს სწავლობენ და იქედან მომდინარე უცნაურ სიგნალებს იჭერენ და აანალიზებენ იმ იმედით, რომ არამიწერი სიცოცხლეს აღმოაჩენენ. მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები ვერაფერი ნახეს. ზოოპარკის ჰიპოთეზა, რომელიც 1973 წელს ასტრონომმა ჯონ ბოლმა წარმოადგინა, ლოგიკურად ხსნის იმას, თუ რატომ ვერ ვპოულობთ უცხო ცივილიზაციის არსებობის პირდაპირ მტკიცებულებებს დედამიწაზე. ამ ჰიპოთეზის თანახმად უცხოპლანეტელებს იმიტომ ვერ ვნახულობთ, რომ ისინი ჩვენ სახეობას გალიის პირობებში განიხილავენ. გვაკვირდებიან, მაგრამ არაფერ შეერევიან. ამ ჰიპოთეზის თანახმად უცხოპლანეტელებმა ჩვენ შესახებ არა მარტო იციან, არამედ ათასობით წლის მანძილზე რეგულარულად მათი თვალთახედვის ზონაში ვართ. ჩვენი განვითარების პრიმიტიული დონით კი მათთვის იმაზე მეტს არ წარმოვადგენთ, რასაც ჩვენთვის ზოოპარკის გალიებში მყოფი ცხოველები. ისინი ჩვენთვის უმაღლესი გონებაა, რომელთანაც კონტაქტის დამყარების საშუალება არ აგვაქვს. ამ აზრის გაჟღერების შემდეგ 50 წელი გავიდა, მაგრამ მას დღემდე ჰყავს მომხრეები და მიმდევრები. იქნებ არამიწერის სიცოცხლე უბრალოდ არ გვაძლევს თავისი აღმოჩენის უფლებას. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ამ კონტაქტის ღირსი, განაცხადა ფლორენს რაულინ სერსომ, ასტრობიოლოგმა და პროექტის მეტი დირექტორმა. ეს პროექტი მზის სისტემის მიღმა ვარსკვლავთშორისი შეტყობინებების სავარაუდო გონიერ არსებებისთვის გადაცემაზე მუშაობს. ჰიპოთეზა ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ სეთი ინსტიტუტი, რომელიც უცხოპლანეტელების ზებნაზე მუშაობს და მეტი პროექტების მონაწილეები სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, როგორ უნდა აიძულონ უმაღლესი გონება, რომ მან თავი გაამჟღავნოს და ადამიანთან კონტაქტზე წამოვიდეს. და თუ წამოვა, შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ. იქნებ ისინი ისეთები არ არიან, როგორი წარმოდგენაც ჩვენ მათზე გვაქვს და სრულიად განსხვავებული განვითარების დონე გააჩნიათ. და მათ დაკვირვება, ანალიზი და დასკვნების გამოტანა ჩვენთან პირდაპირ კონტაქტის გარეშე შეუძლიათ, აღნიშნა რაულინ სერსომ. ზოოპარკის ჰიპოთეზაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გონიერი სიცოცხლე მთელ სამყაროშია გავრცელებული, მაგრამ ჩვენ მისი პრიმიტიული წარმომადგენლები ვართ და უბრალოდ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დამყარება არ შეგვიძლია. არ დაიზარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.